წამოდი, რასპი, წამო. ვირბინოთ დღეს ბევრი, ვირბინოთ ეზოში, ვისეირნოთ, ცუდი ამინდირო არის მაინც, მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან, მოდი, დავილაპარაკოთ ერთი რაღაცები მაქვს. თქვენთან დასალაპარაკებელი, მოდი დაჭიქი აქ, მოდი. ეს წვიმა არ გადაიღებს, სამპინა არ გადაიღებს წვიმა. გადაიღო, კაცო. თურმე გადაიღო. მითხარით ახლა ბევრი ირბინეთ დღეს, დილით ბევრი თამაშეთ. მე სულ ესე ველაპარაკები ჩემს ოთხფეხა მეგობრებს, პინას და რასტას. თქვენ ესაუბრებით მათ. სოფლიოში არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც არა მარტო ელაპარაკება თავის ძაღლებს, არამედ რჩევებს თხოვს, პოლიტიკურს და ეკონომიკურს. უფრო მეტიც ამ რჩევებს შემდეგ ითვალისწინებს. ეს არის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი. ზუსტად მასზე ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მინდა დავიწყოს შეკითხვით. მინდა მოგმართოთ შეკითხვით თქვენ, ჩვენო მაყურებლებო, რა გახსენდებათ პირველი არგენტინის ხსენებაზე. აქ პატარა პაუზას გავაკეთებ, მოიფიქრეთ. მე კი გეტყვით, რომ მე პირველ რიგში გამახსენდა არგენტინული ტანგო. რასაკვირველია, არგენტინული ფეხბურთი. არგენტინა სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში 1978-ში, 86-ში და 2022-ში. გვახსენდება ფეხბურთის ვარსკვლავები დიეგო მარადონა, გაბრიელ ბატისტუტა და რასაკვირველია ლიონელ მესი. გვახსენდება ჩე გევარა, გვახსენდება არაჩვეულებრივი არგენტინელი მწერლები, ბორხესი, კორტასარი, მარიო ვარგას ლიოსა, სამივე ძალიან მიყვარს. შეიძლება ვიღაცას გაახსენდეს რომის პაპი, ფრანცისკე, რადგან წარმოშობით არის არგენტინელი და დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში 1 მილიარდი კათოლიკე ცხოვრობს. და შეიძლება ვინმეს გაახსენდეს ფილმი ევიტა პერონზე და პერონების ოჯახზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ ფილმი იყო გადაღებული 1996 წელს, მაგრამ იქამდე იყო შექმნილი ძალიან ცნობილი მიუზიკლი ევიტა, რომელიც შექმნა ლოიდ ვებერმა, Jesus Christ Superstar-ის ავტორმა. მოკლედ, ეს არის ძირითადად ის, რაც მე მახსენდება არგენტინაზე. თუ თქვენ კიდე თქვენი ვერსიები გაქვთ, ძალიან გთხოვთ, რომ მოგწეროთ კომენტარებში. მაგრამ გარდა ამისა, ბოლო წლებში არგენტინამ მოიპყრო ყურადღება ხალხის მთელს მსოფლიოში თავისი ექსტრავაგანტული პრეზიდენტით. 2023 წლის დეკემბერში არგენტინის ახალი პრეზიდენტი გახდა 53 წლის ხავიერ მილეი. პირველი ლიბერტარიანელი პრეზიდენტი, ადამიანი ბენზო ხერხით. ერთი წუთით. Nice. საკმარისია. ხავიერ მილეის ექსტრავაგანტულობაზე ჩვენ დღეს ბევრს ვისაუბრებთ. მაშასე დღეს საუბრობთ ხავიერ მილეიზე, არგენტინის პრეზიდენტზე. სანამ უშუალოდ ხავიერ მილეიზე გადავალთ, მინდა ძალიან მოკლედ მოგიყვეთ არგენტინაზე, ლათინური ამერიკის აი ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაზე. სიდიდით ეს არის მეორე ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიის მერე. სახელმწიფო ენა ისევე როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიის გარდა არის ესპანური, ბრაზილიაში სახელმწიფო ენა არის პორტუგალიური და სიდიდით მსოფლიოში არის მერვე ქვეყანა. მე-20 საუკუნის დასაწყისში არგენტინა იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მთელს მსოფლიოში. უფრო მეტიც, არგენტინა იყო ყველა ევროპულ ქვეყანაზე უფრო მდიდარი დიდი ბრიტანეთის გამოკლებით.
რაც შეეხება სახელს არგენტინას, ძალიან საინტერესო ეტიმოლოგია აქვს აი ამ სახელს. არგენტუმი ლათინურად ნიშნავს ვერცხლს. ანუ ვერცხლის ქვეყანა. საქმე ის არის, რომ არ არის არგენტინაში საბადოები ვერცხლის, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ლეგენდასთან, რომ ჯერ კიდევ ინკების იმპერიას ჰქონდათ ბევრი ვერცხლი. შეიძლება არის დაკავშირებული ლანდშაფტთან და ანდები დაფარული თოვლით, რაღაცა ვერცხლის ასოციაციას იწვევს. მოკლედ ვერცხლის ქვეყანა. რაც შეეხება არგენტინის დროშას, ცისფერი ნიშნავს არგენტინის ამ ქვეყნის მთავარ მდინარეს, რიო დე ლა პლატა და თეთრი ნიშნავს ვერცხლს. ვერცხლი და მდინარე. ლამაზი დროშაა და ლამაზი ფორმები აცვიათ არგენტინელ ფეხბურთელებს. მოკლედ დაუბრუნდეთ არგენტინის ისტორიას მე-20 საუკუნის დასაწყისში. იმდენად მდიდარი იყო ეს ქვეყანა, რომ მაშინ არსებობდა ესეთი გამონათქვამიც კი, მდიდარი როგორც არგენტინელი. ქვეყანა იზიდავდა ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, ამიტომ ბევრი ინვესტორი ჩამოდიოდა როგორც ამერიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან. ამიტომ ბევრი ინფრასტრუქტურა ამ ქვეყანაში არის აშენებული უცხოელი ინვესტორების მიერ. მაგალითად, რკინიგზა არგენტინაში ააშენეს ბრიტანელებმა. 30-იან წლებში დაიწყო სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ეს პრობლემები ძალიან ხშირად იყო დაკავშირებული იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ატარებდნენ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსები და როგორც გითხარით, ხანდახან ესენი იყვნენ პოპულისტი, სოციალისტები, მემარჯვენეები, მემარცხენეები, სამხედროები, მაგრამ აქვე ვიტყვი და ეს არ არის ახლა ისტორიის და გეოგრაფიის გაკვეთილი, არ ვაპირებ არგენტინის მთელი ისტორიის მოყოლას ნამდვილად, მაგრამ აი ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი დარჩა. ერთი ეს არის ხუან პერონის მმართველობა, შეიძლება გაგიგიათ ეს სახელი და შეიძლება უფრო მეტად მისი მეუღლის გამო, ევიტა პერონის გამო. ხუან პერონი გახდა არგენტინის პრეზიდენტი 1946 წელს, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხუან პერონი იყო ესეთი პოპულისტი, სოციალური თანასწორობის დიდი მომხრე, ამიტომ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არგენტინელ ლენდლორდებს და გამოდიოდა პროფკავშირების და მუშა ხალხის უფლებებისთვის. მაგრამ ამასთანავე იგივე ხუან პერონი იყო ადამიანი, რომელმაც შეიფარა არაერთი ნაცისტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მათ შორის ყველაზე ესეთი განთქმულები იყვნენ დოქტორ მენგელე და ასევე ეიხმანი. ანუ ესეთი black and white ადამიანი იყო, არც ვიცი უფრო black თუ უფრო white. პერონი, შემდეგ პერონი მართავდა ქვეყანას თავის მეუღლესთან ერთად, ევა პერონთან ერთად. ევა პერონი იყო მსახიობი, მომღერალი, იყო ქალი, რომელიც ბევრს ძალიან მოწონდა, იმიტომ რომ სულ ესაუბრებოდა ხალხს აი თავის ენაზე, სულ ეუბნებოდა რომ მე თქვენთანა ვარ, მე გამოვედი აი პატარა სოფლიდან, მოწონდათ, მაგრამ ნუ ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ესეთი დიზაინერული კაბები ეცვა ხოლმე, აი ესეთ უბრალოდ ოჯახიდან გამოსულ ქალს. ევიტა პერონი გახდა, როგორც ვახსენე თავიდან, ცნობილი მიუზიკლის მთავარი გმირი. ენდრიუ ლოიდ ვებერმა 76 წელს შექმნა ცნობილი მიუზიკლი ევიტა, რომელიც გადიოდა ბროდვეიზე და 20 წელიწადში უკვე გადაიღეს ფილმი ევიტა, სადაც მთავარ როლს ასრულებდა მომღერალი პოპ ვარსკვლავი მადონა. შეიძლება გაგიგიათ, საინტერესო ესეთი ფილმია, მადონა თვითონღერის ყველა პარტიას ამ ფილმში. Don't cry for me Argentina. ცნობილი ხიტია. Don't cry for me, Argentina. The truth is I never left you. All through my wild days, my mad existence, I kept my promise. Don't keep your distance. შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში სამხედროები, პერონი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა არგენტინა, ესპანეთმა შეიფარა. მერე ისე მოხდა, რომ პერონი ისევ დაბრუნდა არგენტინაში 73 წელს, მაგრამ 74-ში მალევე გარდაიცვალა და
ხელისუფლება ხელში ჩაიგდო მისმა მესამე ცოლმა, ისაბელიტამ. შემდეგ დიდი ტერორი დატრიალდა ქვეყანაში. კიდევ ერთი ისტორიული ეპიზოდი, რომელზეც უნდა შევჩერდეთ, პირდებით რომ ეს არის ბოლო, ეს არის ფოლკლენდის ომი. 1991 წელს არგენტინის პრეზიდენტი გახდა ლეოპოლდო გალტიერი. ლეოპოლდო გალტიერი იყო სამხედრო გენერალი და მისი მოსვლა არგენტინის ხელისუფლებაში იყო დაკავშირებული ძალიან მძიმე, კიდევ ერთ ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან. იმდენად მძიმე იყო, რომ გალტიერი ნერვიულობდა, ეხლა მეც არ გადამაყენონო, როგორც ბევრი სხვა იქამდე. ამიტომ მან მოიფიქრა არაჩვეულებრივი რამ, ომს დავიწყებო. ომი დაიწყო. 1992 წელს არგენტინამ გადასხა თავისი ჯარი ფოლკლენდის კუნძულებზე, მაგრამ ეს კუნძულები აბა გამოიცანით ვის ეკუთვნოდა? დიდ ბრიტანეთს. რატომ ეგონა გალტიერის რომ ახლა დიდ ბრიტანეთს ამაზე არ ექნებოდა არანაირი რეაქცია? დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა ამ კუნძულებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან, არავინ არ იცის. თან რა? დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაშინ იყო რკინის ლედი. ქალბატონი მარგარეტ ტეტჩერი. დიდხანს რო არ გავაგრძელოთ, ეს ომი გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში. თავიდან არგენტინას პატარა უპირატესობა ჰქონდა, სანამ დიდი ბრიტანეთი აზზე მოვიდა რა ხდებოდა მის თავს. შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გააგზავნა თავისი ჯარი, გემები, 3 თვეში ომი დასრულდა და რასაკვირველია ეს კუნძულები დარჩა დიდ ბრიტანეთს. მოკლედ, ახლა ისტორიის გაკვეთილი არგენტინაზე დავასრულეთ, გეოგრაფიაზე, ყველაფერზე. რამდენიმე უბრალოდ ფაქტს მოვიყვან, ისეთ საინტერესოს, რაც შეიძლება უბრალოდ დაგამახსოვრდეთ არგენტინასთან დაკავშირებით. იმაზე ვერცხლზე გითხარით უკვე, არგენტუმი, არგენტინა, გითხარით რიო დე ლა პლატაზე, ამ მდინარეზე და დროშაზე, ორი ფერი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ქვეყნის დედაქალაქში, ბუენოს აირესში არის ყველაზე გრძელი ქუჩა მსოფლიოში. იქ არის 20,000 სახლი. ყველაზე გრძელი ქუჩაა. გარდა ამისა, აი ჩემი საყვარელი ცეკვა, არგენტინული ტანგო, შეიქმნა მე-19 საუკუნეში და ყოველწლიურად 11 დეკემბერს არგენტინაში აღნიშნავენ ტანგოს დღეს. ეს არის დღე, როდესაც ბუენოს აირესის და არგენტინის სხვა ქალაქებში გამოდიან წყვილები და ცეკვავენ აი ამ ვნებიან არაჩვეულებრივ ცეკვას. მე-17 საუკუნემდე და აქ უნდა ჩავიხედო სამწუხაროდ ეს ვერ დავიმახსოვრე. მე-17 საუკუნემდე ქვეყნის დედაქალაქს ბუენოს აირეს, რაც ნიშნავს სუფთა ჰაერს, აკაი ქვეყანაა, ხო, ქვეყანას ქვია ვერცხლი და დედაქალაქს სუფთა ჰაერი. მინდა არგენტინაში ცხოვრება. ჯერ არა ცოტა მე. მე-17 საუკუნემდე ბუენოს აირეს ერქვა, ეხა ცოტა ერთი წუთით. Ciudad de la Santísima Trinidad y Puerto de Nuestra Señora de Santa María de los Buenos Aires. მითხარით ეხა, ესეთი სახელი ქონდა მე-17, რატო შეცვალეს, რატომ? ეხა უბრალოდ ბუენოს აირესი ქვია. სუფთა ჰაერი. ხო, ეს არის რამდენიმე ესეთ საინტერესო დასამახსოვრებელი ფაქტი არგენტინაზე. მაგრამ დღევანდელი ჩვენი გმირი არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტულობით და ამაზე მეტყველებს მთელი მისი ბიოგრაფია. ხავიერ მილეი, არგენტინის ახალი პრეზიდენტი. ახალი, რადგან არჩევნები ჩატარდა 2023 წლის ნოემბერში და 10 დეკემბერს უკვე ინაუგურაცია შედგა ხავიერ მილეის. ხავიერ მილეი დაიბადა პალერმოში, არა იტალიის ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. პალერმო არის ბუენოს აირესის ერთ-ერთი ულამაზესი და პრესტიჟული უბანი. დაიბადა იტალიელი მეწარმის მილეის ოჯახში, დედამისი კი, მამა იყო მეწარმე, დედამისი კი იყო დიასახლისი და წარმოშობით ხორვატი, ალისია ლუსიჩი. დაიბადა სხვათა შორის, ჩემი ტოლია. არ ვიცი რომელ წელს გარკვიეთ თქვენ თვითონ. ხავიერს ძიმე ბავშვობა ჰქონდა.
გაუცნაურია, რომ აი მე რამდენი ეპიზოდია უკვე ყვებით პოლიტიკოსებზე, ესეთ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებზე და მე რამდენი ადამიანია, რომელსაც ჰქონდა მძიმე ბავშვობა. აი ხავიერიც არ არის გამონაკლისი, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რადგან დედა და მამა ნორბერტო, დედა ლუსია პატრა ხავიერს ცემდნენ და სულ ჩაგრავდნენ. ერთადერთი რაც მას ძალიან ეხმარებოდა, ყავდა ბებია, რომელსაც ძალიან უყვარდა და უმცროსი და კარინა. კარინა დიდ როლს ითამაშებს ხავიერის ცხოვრებაში და დღემდე კარინა არის ხავიერის უახლოესი ადამიანი, მისი არა მარტო და, არამედ მისი პარტნიორი და მისი მეგობარი. 2018 წელს ხავიერ მილეიმ მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთს, სადაც თავის მშობლებზე თქვა, რომ ჩემთვის ისინი მკვდრები არიან. და ისიც ცნობილია, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხავიერი თავის მშობლებს არ ელაპარაკებოდა. ბავშვობაში ხავიერი დადიოდა კათოლიკურ სკოლაში და მაშინ ჰქონდა ორი დიდი ვნება, ორი დიდი გატაცება. ერთი იყო ფეხბურთი, ჩვეულებრივი არგენტინელი ბიჭი იყო და სხვა შორის ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, შემდეგ უკვე თამაშობდა პროფესიულ გუნდში, რომელსაც ჩაკარიტა ჯუნიორსი ერქვა და ასევე როკ მუსიკა. იყო ესეთი ბენდი ევერესტი, ამ ბენდის ვოკალისტი იყო ხავიერი და ბენდი ძირითადად მღეროდა როლინგების ქავერებს. ესე იგი როლინგების საყვარელი ბენდი იყო ხავიერის ბავშვობაში. მაგრამ სკოლის ბოლო კლასებში ხავიერს გაუჩნდა კიდევ ერთი დიდი სიყვარული, დიდი გატაცება და დიდი ვნება. თქვენ წარმოიდგინეთ ეკონომიკა. იმ წლებში არგენტინა ისევ იყო ეკონომიკურ კრიზისში, იყო ძალიან მძიმე დევალვაცია პესოსი, ეროვნული ვალუტის. შეიძლება ამან განაპირობა მისი ინტერესი ეკონომიკისადმი და ამიტომ ხავიერმა ჩააბარა ეკონომიკის ფაკულტეტზე, შემდეგ მაგისტრატურაც დაამთავრა ეკონომიკის ხაზით, მოკლედ გახდა ეკონომისტი. ძალიან წარმატებული, მას აქვს დაწერილი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაზე. ხავიერი მუშაობდა როგორც მთავრობის კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში, ასევე მუშაობდა დიდ კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ თავარი რაც შემიძლია ვთქვა ხავიერზე, როგორ მოხდა ეს ხავიერი ეკონომისტი, ესეთი აკადემიური ადამიანი, უცებ გახდა პოლიტიკოსი ბენზოხერხით ხელში. ხავიერი ყოველთვის იყო ისეთი ექსცენტრიული და ექსტრავაგანტული ადამიანი. ჯერ კიდევ ბავშვობაში მისი ზედმეტ სახელი იყო El Loco, ანუ გიჟი. ცნობილმა არგენტინელმა ჟურნალისტმა და ხავიერ მილეის ბიოგრაფმა ხუან გონსალესმა დაწერა მისი ბიოგრაფია და ამ წიგნს მილეის ბიოგრაფიას ჰქვია გიჟი. ესე ჰქვია მისი ზედმეტ სახელი. მაგრამ მერეულ შემდეგ უკვე, როდესაც იგი გახდა პროფესორი ეკონომიკის, კითხულობდა ლექციებს, კონსულტანტად მუშაობდა, სოლიდური პროფესია ჰქონდა, მაინც ეს ექსტრავაგანტულობა არსად არ წავიდა. მან გააკეთა საკუთარი გადაცემა და ის თუ როგორ იქცეოდა ამ გადაცემაში, როგორ ყვებოდა ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ საკითხებზე, იყო ძალიან საინტერესო სანახავად. ამიტომ ამ გადაცემას უყურებდა უამრავი ადამიანი და შემდეგ უკვე სოცქსელების განვითარებასთან ერთად უამრავი, აი 100,000-ობით ფოლოვერი გაუჩნდა ხავიერ მილეის. გარდა ამისა, ხავიერ მილეი ცნობილი ეკონომისტი იყო არგენტინაში, კარგი რენომე ჰქონდა ძალიან, ამიტომ მას ხშირად პატიჟებდნენ ტელეკომპანიები სხვადასხვა დებატებში და იქაც აი იწყებდა ყვირილს, ბენზოხერხი ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ ესე ექსცენტრიულად იქცეოდა. ესე გრძელდებოდა მისი ცხოვრება, ხალხი უკვე იცნობდა, გარკვეულ წლებში ისედაც ცნობილი ადამიანი იყო, რადგან იყო ესეთ სერიოზული ეკონომისტი, მაგრამ როგორც გითხარით, 100,000-ობით ფოლოვერი ყავდა, ამიტომ ცნობილი ადამიანი იყო. და 2021 წლისთვის, მაშინ ხავიერი იყო 53 წლის, მან გადაწყვიტა, რომ გახდეს პოლიტიკოსი.
ეს ცოტა უცნაური გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ იქამდე ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონ ხავიერს ნათქვამი აქვს, რომ პოლიტიკა არის ბინძური, სულელური და ძალიან იაფფასიანი ხელოვნება. ანუ ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ზოგადად პოლიტიკოსებს და პოლიტიკას. მაგრამ რატო გადაწყვიტა, ამასაც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მოკლედ 53 წლის ასაკში მილეიმ შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაარქვა La Libertad Avanza, ანუ თავისუფლება წინ მიიწევს. პარტია დაარსდა 2021 წლის ივლისში და უკვე ოქტომბერში, აი სულ რამდენიმე თვეში, ხავიერ მილეი აირჩიეს არგენტინის პარლამენტში დეპუტატად ბუენოს-აირესის ერთ-ერთი ოლქიდან. საინტერესო ფაქტი მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, არის ის, რომ ხავიერ მილეი არის პირველი ლიბერტარიანელი პრეზიდენტი არგენტინის. 2 წელიწადში როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ანუ 2023 წლის ნოემბერში ხავიერ მილეი აირჩიეს 47 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტად. ანალიტიკოსები, როდესაც საუბრობენ აი ამ არჩევნებზე და ხავიერ მილეის პოლიტიკურ კარიერაზე, ამბობენ, რომ კი რასაკურველია მისმა იმიჯმა, მისმა ცნობადობამ, სოცქსელებში, ბევრი ფოლოვერი, ყველაფერი გასაგები. ამან ითამაშა ძალიან სერიოზული როლი, მაგრამ მაინც მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ არგენტინელები ძალიან დაიღალნენ კრიზისებისგან, აი ამ დაუმსრულებელი ცვლილებებისგან, რომელიც სულ იყო არგენტინაში 10 წლეულების განმავლობაში. სულ, როგორც გითხარით და თუ დაინტერესდებით და წაიკითხავთ არგენტინის ისტორიას, წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა ერთი რეჟიმი ცვლიდა მეორე რეჟიმს და იყო ტერორი. მოკლედ, იქ აღარ დავბრუნდები. ამიტომ ეს არის ალბათ ყველაზე ლოგიკური ახსნა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა შესთავაზა სრულიად ახალი ხედვა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში, პოპულისტური მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პუნქტი მისი პროგრამის, რომელიც კონცენტრირებულია რასაკურველია ეკონომიკაზე და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, დაკრავს პოპულიზმი. თავარი, რას ნიშნავს ეს მისი ლიბერტარიანობა? ეს ნიშნავს ნოლი პროტექციონიზმი სახელმწიფოს მხრიდან. ანუ მინიმალური ჩარევა სახელმწიფოს და მთლიანად ეკონომიკის საკითხებში. გარდა ამისა, ხავიერ მილეი პირდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პირდებოდა თავის ამომრჩევლებს, რომ მაქსიმალურად შეკვეცავს სახელმწიფო ხარჯებს, რაც სხვათაშორის გააკეთა, მაგრამ ყველაფერს, რასაც ამბობდა ეს მისი ეკონომიკური იდეები, დაპირებები, ეს ძალიან საინტერესოდ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ექსტრავაგანტულად იყო შეფუთული. სხვათაშორის მისი იმიჯის ავტორი იყო ვინმე ლილია ლემუანი. მან მოიფიქრა ეს მისი საინტერესო ესეთი აჩეჩილი თმა ვარცხნილობა, იმიტომაც ხავიერ მილეის აქ ზედმეტ სახელი ვოლვერინი, თუ არ იცით ვიზე ვლაპარაკობ, ეს არის ესეთი ცხოველი, მაგრამ უფრო მარტივად გაგახსენდებათ ალბათ ფილმიდან X-Men-ები. ერთ-ერთი მთავარი გმირი, ერთ-ერთი X-Men-ი იყო ვოლვერინი, თავისი ბაკენბარდებით, ესეთი აჯეჩილი ვარცხნილობით, ფრჩხილებს რაც შეეხება, მე მგონი იქ ყველაფერი კარგად არის. მიტინგებზე, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მილეი მოდიოდა დიდი თეთრი კადილაკით, რადგან ბაძავდა და ამას არც მალავდა, ბაძავდა თავის საყვარელ მომღერალს ელვის პრესლის. ესეც ძალიან ესეთი შთამბეჭდავი შემოსვლები და გასვლები ჰქონდა. და რასაკურველია ბენზო ხერხი, რომელიც გახდა სიმბოლო ხავიერ მილეის პოლიტიკური მთელი კამპანიის, წინასაარჩევნო კამპანიის. აქ მე მინდა გადავიდე, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მილეის ეკონომიკურ პლატფორმაზე, უკვე იმაზე თუ რა გააკეთა, რა მოახერხა და რა ვერ მოახერხა პრეზიდენტობის დროს, მაგრამ სანამ ამაზე გადავალ, მინდა ერთი საინტერესო ამბავი მოგიყვეთ ამ პოლიტიკოსზე.
ხავიერ მილეის ყავდა ძაღლი სახელად კონანი. ბრიტანული მასტიფი. თუ არ იცით, მასტიფი არის ესეთი დიდი ძაღლი, ითვლება რომ რომაელ გლადიატორებს ყავდათ ეს მასტიფები, ცოტა საშიში, რომელიც ეს კონანი ძალიან უყვარდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მილეი არასდროს არ ყოლია ცოლი, დღემდე არ ყავს შვილები და მისი შვილი, როგორც თვითონ ამბობდა და ამბობს, ყოველთვის იყო კონანი, რომელიც ძალიან უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ მან გადაწყვიტა გააკეთოს კონანის კლონები. ანუ მან თვითონ არა, მაგრამ ლაბორატორიაში აიღო ბიოლოგიური მასალა თავისი ძაღლის და შექმნა საკუთარი საყვარელი ძაღლის 4 კლონი. კონანი სამწუხაროდ 2017 წელს გარდაიცვალა, მოკვდა, მაგრამ ის 4 ძაღლი მასთან დღეს ცხოვრობს და თვითონ მილეი ამბობს, რომ ესენი არიან ჩემი 4-ფეხა შვილები. ამ თავის ძაღლებს მილეიმ დაარქვა ცნობილი ეკონომისტების სახელები. ეს მისი დიდი სიყვარული და ვნება ეკონომიკას უმასთან არის. სახელები, ესე იგი, ქვია ერთი წუთით. მიურეი, მილტონი, რობერტი და ლუკასი. ესენი არ არიან მასტიფები, მაგრამ აი ესე. მიურეი როდბარტის, მილტონ ფრიდმანის და რობერტ ლუკასის საპატივცემლოდ დაარქვა თავის ძაღლებს. ვითომ არაფერი ძაღლი ყავდა, კლონები გააკეთა $50,000 გადაიხადა ამ პროცედურაში. ეს არ არის საინტერესო ნაწილი. საინტერესო ნაწილი ამ ისტორიის ახლა იწყება. ხო, საქმე ის არის, რომ ხავიერ მილეი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება წავიდეს პოლიტიკაში, გახდეს პოლიტიკოსი და შემდეგ საერთოდ იყაროს კენჭი და გახდეს პრეზიდენტი, მას შთააგონა კონანმა. დარმა კონანმა, რომელსაც მილეი ესაუბრება მედიუმის საშუალებით. გარდა იმისა, რომ კონანმა შთააგონა და ურჩია, რომ პოლიტიკოსი გამხდარიყო, მართალი ყოფილა ის ძაღლი, კაცი პრეზიდენტი გახდა. გარდა ამისა, დღემდე, ესე იგი, რაღაცა გარკვეულ რჩევებს აძლევს, პირველ რიგში კონანი და ასევე დანარჩენი ეკონომისტების სახელების მქონე მისი ცუგები. კიდევ ერთი არა, ესენი არიან ძაღლები, მაგრამ მილეის შვილები. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მე ის უკვე ვახსენე დღეს, მილეის ცხოვრებაში არის მისი უმცროსი და კარინა. კარინა იყო ბავშვობიდან და ხო გითხარით, ძიმე ბავშვობა ქონდა, იყო მილეის ხავიერის მესაიდუმლე, მეგობარი, ადამიანი, რომელთანაც ის ტიროდა, რაღაც ამბებს ყვებოდა. დღემდე კარინა არის რჩება ესეთ ადამიანად ხავიერ მილეისთვის. ისინი ერთად ცხოვრობენ ერთ დიდ სახლში. კარინა თავის დროზე მარჩიელობდა ტაროზე, ტაროს კარტზე. იყო პერიოდი, როდესაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ეთყობა გაუჭირდა და ტორტებს აცხობდა და ყიდდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც ხავიერ მილეიმ გადაწყვიტა პოლიტიკოსობა, კარინამ ხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება არისო, და გახდა მისი წინასაარჩევნო შტაბის უფროსი, აქტიური. უკვე გაპრეზიდენტების შემდეგ კარინამ დაიკავა მაღალი თანამდებობა ხავიერ მილეის ადმინისტრაციაში და არგენტინაში ბევრ სხვა ჭორთან ერთად და არ მინდა ეხლა სპეკულაციები ხავიერის და კარინას პირად ცხოვრებაზე, საუბრობენ, რომ კარინა არის რუხი კარდინალი. სინამდვილეში ის იღებს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დღევანდელ არგენტინაში. ეს საინტერესო ამბები ხავიერის ცხოვრებიდან, მას ყავდა 1-2 შეყვარებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არგენტინული პრესა წერდა, ხავიერს გულისხმობ, არა კარინას, წერდა, რომ ეს რაღაცა მოჩვენებითი ისეთი მედიისთვის და ხალხისთვის იყო რაღაცა კავშირი, სინამდვილეში მას არავინ არ ჭირდება კარინას და მისი, ესე იგი, ძაღლების გარდა. 2024 წლის 10 დეკემბერი ხავიერ მილეი გახდა პრეზიდენტი ქვეყნის, რომელიც არის კიდევ ერთ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში.
24 წლის წინ 2001 წელს სიტუაცია არგენტინაში იყო იმდენად მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და ამასთანავე პოლიტიკური ბუნებრივია, რომ ქვეყანამ ტექნიკური დეფოლტიც კი გამოაცხადა. მე მახსოვს მაშინ როიტერის აგენტოში მუშაობდი და მე მახსოვს როგორი გაწითლებული იყო ეკრანები ახალი ამბებით არგენტინიდან. იმიტომ რომ ტექნიკური დეფოლტი ესეთი დიდი ქვეყნის ძალიან სერიოზული ამბავია. ახლაც 24 წელს არგენტინას ჰქონდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მაგალითად წლიური ინფლაცია ქვეყანაში შეადგენდა 200%-ზე მეც. ამიტომ ბუნებრივია, რომ შეიძლება ითქვას, რომ ხავიერ მილეიმ მძიმე ქვეყანა მიიღო სამართავად. მაგრამ ძალიან ისე ომახიანად შეუდგა თავის საქმეს და შეუდგა თავისი აი ამ ლიბერტარიანული პროგრამის განხორციელებას. პირველ რიგში, როგორც დაპირდა თავის ამომრჩევლებს, მან სერიოზულად შეამცირა სახელმწიფო ხარჯები. ჯერ ეს ერთი 35,000-მა სახელმწიფო მოხელემ დაკარგა სამსახური. ხავიერ მილეი ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ არგენტინას არ ჭირდება ამდენი სამინისტრო. მაგალითად, როდესაც მას ეკითხებოდნენ იმაზე, რომ აი ქალების საკითხების სამინისტრო, ესე ვთქვათ, საჭიროა თუ არა, ის ამბობდა, ხანშორის ლოგიკურად, ამბობდა, რომ ქალების საკითხები რასაკურველია უნდა განვიხილოთ, გენდერული თანასწორობა, ყველაფერი ამას ვუჭერ მხარს, მაგრამ სამინისტრო ამას არ ჭირდება. დედაჩემს ყავდა მეგობარი, ძალიან ცნობილი ადამიანი, თემკო ჩირკაძე თბილისში, რომელიც სულ ამბობდა, რომ კულტურას სამინისტრო და მინისტრი რა თუნდაო. აი ხავიერ მილეი აი ამ იდეას ესე იგი აგრძელებს. იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს გააუქმა და კიდე ერთი 5-6 სხვა სამინისტრო საერთოდ არ გჭირდებაო ესო. მოკლედ შეამცირა 25% შეამცირა სახელმწიფო ხარჯები, უამრავი 10,000-ობით ადამიანი სახელმწიფო მოხელე გაუშვა სამსახურიდან, ასევე შეაჩერა სუბსიდიები, მოქალაქეების სუბსიდიები ტრანსპორტზე და კომუნალურ გადასახადებზე. ეს არ იყო პოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ ხავიერ მილეი თავიდანვე ამბობდა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ის დაიწყებს, ის შოკური თერაპია, რომელსაც ის მიმართავს, იქნება დასაწყისში ძალიან მძიმე მოსახლეობისთვის, მაგრამ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გარდა ამისა, წინა საარჩევნო კამპანიის დროს მილეი ამბობდა, რომ აპირებდა ცენტრალური ბანკის დახურვას და მთლიანად უნდა გადაეყვანა ეკონომიკა, ამოეყო პესო, ეროვნული ვალუტა და გადაეყვანა ამერიკულ დოლარზე. გაპრეზიდენტების შემდეგ, თლათ ესე არ გაუკეთებია ცენტრალური ბანკი არგენტინის დღემდე არსებობს, ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ის შეუდგა საპრეზიდენტო მოვალეობას. მაგრამ მან ისეთი რეფორმები გაატარა, რომ პირველად 2024 წლის ბოლოს ანუ ერთ წელიწადში გაპრეზიდენტების მერე არგენტინამ პირველად 10 წლეულების განმავლობაში დაასრულა წელიწადი ბიუჯეტის პროფიციტით. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ამის გარდა პირველად სავალუტო რეზერვები გაიზარდა, საერთოდ გაჩნდა და გაიზარდა, პრაქტიკულად ნულზე იყო სავალუტო რეზერვები ამ ქვეყნის, გაიზარდა. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ რაც შეეხება ინფლაციის ტემპებს, ის ნამდვილად შენელდა. თუ ადრე თვეში თვიური ინფლაცია შეადგენდა ქვეყანაში 25%-ს, დღეს მილეის რეფორმების და მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად თვიური ინფლაცია არგენტინაში შეადგენს 2,5%-ს, ანუ 10-ჯერ შემცირდა ინფლაციის ტემპი შემცირდა.
სხვათა შორის ამას წინათ, როდესაც ვამზადებდი აი ამ ეპიზოდს, დაველაპარაკე ჩემს კოლეგას, არაჩვეულებრივ ჟურნალისტს გიორგი კეპულაძეს, რომელიც ამზადებს და აკეთებს ძალიან საინტერესო პოდკასტს პროექტ 64-ში, რომელსაც ქვია რიცხვების გარეშე. ეს არის პოდკასტი ეკონომიკაზე და მას როგორც ეკონომიკის მცოდნეს ვკითხე, აბა რას ფიქრობ მილეიზე და მან გამცა პასუხი რომელსაც იზიარებენ მსოფლიოს ალბათ ყველა ანალიტიკოსები. ან გამოუვაო და ეს იქნება რაღაცა სასწაული, ან ძალიან დიდი ჩავარდნა იქნებაო. დღეს ვერც ერთი ანალიტიკოსი, ვერც ერთი ექსპერტი ზუსტად ვერ გეტყვით, რითი დასრულდება ეს დიდი ექსპერიმენტი, რომელსაც ატარებს ხავიერ მილეი. უყურეთ გიორგი კეპულაძის პოდკასტს, ძალიან გთხოვთ, ისევე როგორც სხვა პოდკასტებს და აქ პატარა ჩანართს გავაკეთებ. ბოლოში რო არ თქვა რომ გთხოვთ, გვიყურეთ ჩვენ, გვიყურეთ არა მარტო პირად საქმეს, უყურეთ კეპულაძის პოდკასტს, უყურეთ ძალიან ცხარე პოლიტიკურ დებატებს, რომელიც მიყავს გიორგი გიორგაშვილს. ცეცხლი. არაჩვეულებრივი რეპორტიორის დღიური, სოფო აფციაურის რეპორტაჟები მიტინგებიდან, პროტესტებიდან ელენე ზაქაშვილი თავისი ყოველთვის საინტერესო თემებით. გვიყურეთ, დაგვაფოლოვეთ, გამოგვყევით და რაც მთავარია, გამოგვიწერეთ. YouTube-ის და სხვა სოციალური პლატფორმების ალგორითმები ისე მუშაობს, რომ უნდა გამოგვიწეროთ იმისთვის, რომ ესე იგი, აი ამ ალგორითმა უფრო ხშირად ამოაგდოს ჩვენი პოდკასტები და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის კონტენტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით. მადლობა ბოდიში ჩართვისთვის, მაგრამ გავაგრძელოთ ხავიერ მილეიზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ბევრად უფრო პესიმისტური პროგნოზი ჰქონდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 2024 წელს, ქვეყანამ დაასრულა, ქვეყანა არაზრდით, ეკონომიკა ისევ შემცირდა, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები მაჩვენებლით, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ექსპერტები. უფრო მეცაც გეტყვით, იგივე სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ჩემი საყვარელი როიტერის სააგენტო ვარაუდობენ მათი პროგნოზის მიხედვით წელს 2025 წელს არგენტინას ექნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. აი ესეთი სერიოზული მრავალწლიანი ეკონომიკური ჩავარდნის შემდეგ პესოს აბსოლუტური დევალვაციის ფონზე წარმოუდგენელი ჰიპერინფლაციის ფონზე ეს გარკვეული, ესე ვთქვათ, მიღწევა, ინფლაციის ტემპი ცოტა შემცირდა, რაღაცა ეკონომიკური ზრდა, რაც თავარია ქვეყანაში დაბრუნდნენ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც თავს არიდებდნენ ამ ქვეყანას და საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ არგენტინასთან, რომ ქონოდათ ესეთ არასტაბილურ ქვეყანასთან. მაგრამ თქვენ მკითხავთ და ხალხი როგორ ცხოვრობს, ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა. ხო, აი ამასთან არის პრობლემა. პრობლემა, რადგან ხალხის ცხოვრება აი ამ ერთ წელიწადში, რო გითხრათ, რომ გაუმჯობესდა, ნამდვილად არა. უფრო მეტიც, უფრო დღეს დღევანდელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უფრო მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს არგენტინაში, ვიდრე 1-2 წლის წინ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 35,000 ადამიანმა სახელმწიფო მოხელემ დაკარგა სამსახური. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს დიდი ციფრი არ არის, 57 მილიონიანი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც მათ უკან ბევრი ხალხი დგას, ოჯახები, ნათესავები, ასე შემდეგ. ესეც გასათვალისწინებელია. იმიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ აი დღევანდელი სოციალური გამოკითხვების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მილეი ჯერ კიდევ პოპულარული პოლიტიკოსია და აი ამას წინათ ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგად მათ ხალხს კითხეს, რომ ხვალ რო იყოს არჩევნები, ვის მისცემდით ხმას და დაუჭერდით თუ არა მხარს მილეის და უმრავლესობა 50%-ზე მეტმა უპასუხა, რომ კი და აირჩევდნენ ისევ მილეის. მიუხედავად ამისა, რა საკურველია, ქვეყანაში არის პროტესტები, აი სულ რამდენიმე დღის წინ ბუენოს აირესში გაიმართა კიდევ ერთი დიდი პროტესტი
პროტესტი, ამ პროტესტის ორგანიზატორები იყვნენ პროფკავშირებს და მილეის არა აქვთ კარგი ურთიერთობა, ისიც უნდა აღინიშნოს და ითხოვდნენ, ესე იგი, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით ეს მილეის ექსპერიმენტი, ლიბერტარიანული ექსპერიმენტი არის in action, რასაც ქვია, ანუ ჯერჯერობით ის გრძელდება. ურთულესია, როგორც გითხარით, ურთულესია დღეს რაიმე ისეთი სერიოზული პროგნოზის გაკეთება. გამოუვა მილეისა ეს ახალი არგენტინული სასწაული თუ არ გამოუვა და ეს იქნება ძალიან სერიოზული ჩავარდა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ალბათ გაინტერესებთ და იქ რა ხდება, ვისკენ არის თუ ვისთან მეგობრობს. კი, ხავიერ მილეი ძალიან მეგობრობს ამერიკის ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ხავიერ მილეი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ დაპატიჟა თავის რეზიდენციაში მარ-ა-ლაგოში. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მილეის აქ ილონ მასკთან, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დონალდ ტრამპის მთავარ მრჩევლად. როდესაც მილეი იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორივეთან ჩვენ ვიცით, რომ ილონ მასკი ასევე იზიარებს აი ამ ლიბერტარიანულ იდეებს, ბენზო ხერხით ხელში, შოუ, პერფორმანსი, ორი ესეთი ექსცენტრიული ადამიანი იყო სცენაზე. ხო, ძალიან ბევრი საერთო აქვს აი ამ ადამიანებს და ილონ მასკი არც მალავს, ისე როგორც დონალდ ტრამპი, რომ იზიარებს მილეის აი ამ იდეებს, მის ეკონომიკურ პლატფორმას და ლიბერტარიანიზმს, როგორც ესე იგი როგორც პოლიტიკას. მილეი ასევე არ მალავს თავის სიმპათიას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი 2022 წლის 4 თებერვალს, ამის მერე მილეი, რომელიც მაშინ იყო არგენტინის პარლამენტის დეპუტატი, შემოვიდა დარბაზში უკრაინის დროშით. ანუ მხარს უჭერს უკრაინას აი ამ საშინელ აგრესიაში და ომში. კიდევ ერთი მისი მოკავშირე, როგორც თვითონ ამბობს, არის ბენჯამინ ნეტანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი. აი ეს ძირითადად ეს ორი, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები განიხილება როგორც არგენტინის მთავარი მოკავშირეები, ძალიან ესეთი სკეპტიკური და ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ჯვარი აქავრობას და ჩინეთის ხელმძღვანელი სი ცინპინის მიმართაც. აი, კარგი ესეთი, ეხლა მთლად კარგი. მოკლედ არ გავაკეთებ შეფასებას, როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, იმიტომ რომ ისე აირია მსოფლიო, რომ ამერიკა, რუსეთი, ისეთი პრეზიდენტი, დემოკრატიული პრეზიდენტი ძალიან არეულია ყველაფერი, ეხლა ამაზე არ გავჩერდები, მაგრამ ეს არის მისი ესეთი პრეფერენციები. მაგრამ არგენტინაში საერთოდ დღეს აი ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, იმის ფონზე, რომ ხალხს ერთადერთი სურვილი ხალხის არის ამოსუნთქვა და ნორმალურად ცხოვრება. ამიტომ არ აქვს საშუალება, რომ იფიქროს საგარეო პოლიტიკაზე. აი ეს არ არის აქტუალური პოლიტიკური თემა არგენტინის მოსახლეობისთვის. მთავარი თემა არის ეკონომიკა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და რაღაცა სწორ რელსებზე დადგომა. კიდევ ერთ ვიტყვი მილეიზე, მის ექსტრავაგანტულობაზე, როგორც გითხარით თავში, ჩვენ ვახსენეთ რომის პაპი, ფრანცისკე, რომელიც არის წარმოშობით არგენტინელი, შეიძლება ბევრმა არ იცის ამის შესახებ, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მილეის რომის პაპის მიმართ. არ ვიცი რატომ არის ესე, რითი არის განპირობებული, მაგრამ მილეიმ არაერთხელ ფრანცისკს უწოდა სულელი, რომელიც იცავს სოციალურ სამართლიანობას, მამაძაღლი, რომელიც ქადაგებს კომუნიზმს
ბოროტების წარმომადგენელი დედამიწაზე. ბარემ ლუციფერის უკანონო შვილი დაერქვა. არ ვიცი, ხო რაღაცა უხერხულია, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში 1 მილიარდი კათოლიკე ცხოვრობს, არგენტინელები უმათი უმრავლესობა ასევე არიან კათოლიკები და თვითონ მილეიც არის კათოლიკე, თუმცა მას უთქვამს, რომ შეიძლება მიიღოს იუდაიზმი, როდესაც ადრე იყო ჩასული იერუსალიმში, არ გამორიცხა ესეთი ვარიანტი თავის წამსთან დაკავშირებით. სხვა შორის ისრაელთან დაკავშირებით ადრე ისიც უთქვამს, რომ გადაიტანს საელჩოს, არგენტინის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში. ისე როგორც ეს პირველი ვადის დროს გააკეთა დონალდ ტრამპმა. ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც მიხვდით უკვე და კიდე ბევრი რამ არის მოსაყოლი მილეიზე, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა. მაგალითად ის უჭერს მხარს ერთსქესიან ქორწინებას, უჭერს მხარს, პროსტიტუციას, ნარკოტიკებთან დაკავშირებით საკმაოდ ლიბერალური შეხედულებები აქვს, ესე ვთქვათ, მაგრამ ძალიან მკაცრი წინააღმდეგია აბორტების. იმდენად მკაცრი, რომ ერთ-ერთი გადაცემის დროს, ინტერვიუს დროს მას კითხეს, რას ფიქრობთ იმ შემთხვევაზე, როდესაც აქ არის საუბარი გაუპატიურებულ ქალზე. აი ამ შემთხვევაშიც მილეი თვლის, რომ აბორტი არის დაუშვებელი, რადგან ეს უკვე არის ადამიანის მკვლელობა, ამის წინააღმდეგ გამოდის არგენტინის პრეზიდენტი. ბოლოში ვიტყვი ერთს, არავინ არ იცის რითი დასრულდება ეს საინტერესო ექსპერიმენტი. ხავიერ მილეი, პირველი პრეზიდენტი ლიბერტარიანელი, რითი დაასრულებს აი ამ თავის პრეზიდენტობას, თუ დაასრულებს იმედია და იმედია რომ გამოუვა. მე მინდა რომ გამოუვიდეს ნამდვილად. მე კი როგორც მოგზაურობის და ცეკვის მოყვარულს ძალიან მინდა მოხვდე არგენტინაში 11 დეკემბერს. ტანგოს დღეს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, რომ გვისმენთ ყველა პლატფორმაზე, გამოგვყევით არა მარტო YouTube-ზე, არამედ სხვა სოციალურ ქსელებზე, გვისმინეთ Spotify-ზე, Apple-ზე, სხვა პლატფორმებზე. გამოგვყევით, გამოგვიწერეთ. დიდი მადლობა.